რაღაც მინდა მოგიყვეთ ჩემი მრავალწლიანი სამუშაო პრაქტიკიდან გამომდინარე. ყველაზე დიდი ისტერიკა პარტნიორი ღალატობს თუ არა, ემართება იმ ქალს, ვისაც საყვარელი ყავს. თავიდან ეს შოკი იყო ჩემთვის. ყველაზე ეჭვიანები არიან ისინი, ვინც ღალატობენ პარტნიორებს. ყოველთვის მართლები არიან, ყველაზე არასწორი ადამიანები. არასოდეს არ პატიებენ, უჭერთ პატიობა მათ, ვისაც მასა აქვს ბევრი მისატევებელი. ერთ ქალბატონს ვუთხარი. როდესაც კითხვა დამისვა, მინახე ჩემი მეუღლე ღალატობს თუ არა და სანამ მკითხვას დამისვავდა, მანამდე გამაშლებინა მასზე და მის საყვარელზე. და მე მას გავჩერდი. როცა გავჩერდი, ისტერიკა დაიწყო. მითხარი, ღალატობს, მოვკლავ, მითხარი. სრული ისტერიკა დაიწყო და უთხარი ჯერ დაწყნარდი. ისტერიკა დაამთავრე და რაღაც მინდა კითხრა და მერე დავუსვი კითხვა. რატო გაქვს შენ უფლება რომ უღალატო შენ მეუღლეს და მას კი არა? გაჩვენდა ვერაფერი ვერ მიპასუხა. დაფიქრდით ხოლმე ადამიანებო. ყველაზე ძალიან რაც გაწუხებთ, რასაც ვერ პატიობთ, რაც გაღიზიანებთ, რასაც ისტერიკა გემართებათ, ის თქვენში ხო არ არის? ხო, არ მომწეროთ გაშლის ამბებს ყვებიო, იმიტომ რომ არასოდეს არ ვასახელებ ვისევ ყვები და ვერავინ ვერ მიხვდება. ვერანაირი მინიშნებით ვისევ ლაპარაკობ. უბრალოდ ჩავწერე ეს ვიდეო, იმიტომ რომ დაფიქრდეთ თქვენ ჩრდილებზე, რომელსაც არ აღიარებთ. თავიდან ყოველს თებოში გვეწყება, როცა ვიტყვით, რომ რაც გაღიზიანებს, რაზეც ისტერიკა გემართება, ის შენშია. ყველა უარყოფს ამას, მაგრამ დაფიქრდით, იგივე თვისებას, იგივე ხასიათს, იგივე მოქმედებას, სად, როდის, ვისთან ახორციელებთ.